ჩემზე თავდასხმის დღიდან 2 თვე გავიდა და გამომძიებელს რომ ვეკითხები, თუ ვინმე გამოკითხეთ. პასუხობს რომ ეს ყველაფერი ხომ გადაღებულია ვიდეოს კამერებზე რომ. და როცა ვეკითხები, ჩემზე თავდასხმის პერიმეტრიდან ირგვლივ უამრავი კამერაა დამონტაჟებული, მისული ვიყავი და მაინტერესა და ვერ დავთვალე იმდენი კამერაა და ვეკითხები, ამოიღეთ ვიდეოს ათვალთვალო კამერების ჩანაწერები. და პასუხი იყო, ტელევიზიებმა ხომ გადაიღესო. ეს არის უწყება, ხო? ანუ ტელევიზიებმა ხომ გადაიღეს, არის ამ უწყების პასუხი ჩემზე გამოძიების მოთხოვნაზე. და ის სპეციალიზმელი რომ გაიქცა სადღაც, იქნებ სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ნიღაბი რომ მოიხსნა და ასე შემდეგ. არაფერს არ გამოიძიებს ეს უწყება და ეს ხდება შეგნებულად, იმიტომ რომ ჩვენ შეგვეშინდეს და ჩვენ გვითხრას ივანიშვილმა რომ ამ ქვეყანაში ვიც რუსულ რეჟიმს ეწინააღმდეგება ვერ მიიღებს გამოძიების უფლებას. ჩვენ სხვა ბევრი უფლებით ვერ ვსარგებლობთ და აი გამოძიების უფლებაც ჩვენ არ გვექნება. და ეს იცით რა არის, რა გზავნილია ჩვენთვის, რომ გაჩვდით და გვაკეთებინეთ რუსული საქმე ჩვენს გემოზე, ჩვენ როგორც გვინდა ისე და დაემორჩილეთ დირექტივებს, რომელსაც გიგზავნით. ისე როგორც ემორჩილება იმედის ნიუსრუმში ყველა. ისე რომ ხმას არავინ არ იღებს, არავინ აპროტესტებს ნიუსრუმში, სადაც 4 წელი გავატარე, სადაც ჩემი კოლეგები დღემდე რჩებიან, ვისთან ერთადაც ომები გამომივლია და ვინც მაიდანზე რომ 3 თვე ცხოვრობდი და იქაურ ამბებს ვაშუქებდი, მაიდნელებს გულშემატკივრობდა და ყველა მეუბნებოდა რომ რა მაგარი ხალხია უკრაინელები, რა მაგრა იბრძვიან, როცა ავტორიტარიზმთან გვაქვს საქმე და დღეს აი მე რატომ ცემა იმ სპეცრაზმელმა სასიკვდილოდ რატომ გამიმეტა, ხო? შიშველი ხელებით მოდიოდა მომიტინგე და 10 სპეცრაზმელმა ჩაქოლა მშვიდობიანი მოქალაქე და ამას ვაჩვენებდი პირდაპირ ეთერში. და ამაზე ხმას არ იღებენ ის ადამიანები, ვინც ამბობდა, რომ აი მაიდანზე რა მაგარია, რომ ხალხი ესე რადიკალური ფორმებით გამოხატავს პროტესტს. და უბრალოდ ერთი რამე მინდა გთხოვოთ. აი ერთი რამე, კიდევ არ ვიცი რატომ მიმართავ მუდმივად ჩემს კოლეგებს, მაგრამ გული წყდება ასეთი არ ვიცი ასეთი რა კომპრომატია თქვენზე რომ ასე ჩუმად ხართ რა და იმ ადამიანებს იმ მოქალაქეებს მაყურებლებს ვინც ახლა გვადევნებს თვალს მინდა ვკითხო რა აი თქვენ რომ ახლა დღეს სახლში ხართ და გონიათ რომ არაფერიც არ გემუქრებათ ადრე თუ გვიან თქვენს გამოგინახავენ საბაბს თქვენთანაც მოაკაკუნებს ის ნიღბიანი, ვინც მე სასიკვდილოდ გამიმეტა. ზუსტად იმ ნიღბით და აი ფურცელზე ამობეჭდილად პუნქტებად მოგაწვით რაღაც კონკრეტულ დირექტივას, რომ ასე უნდა იცხოვროთ და აი მაშინ თქვენ ეს არ მოგეწონებათ, მაგრამ იქნება გვიანი. იმიტომ რომ ყველანი ვიქნებით ან გისოსებს მიღმა, ან აღარ ვიქნებით სოცხლები. და რაც ყველაზე ცუდია, თქვენ ამას გაგუებენ. ეს ვითომაც არაფერი ახლა მზია რომ გისოსებს მიღმა იმყოფება, ვითომც არაფერი. მილიციელს გაარტყა, ანუ პოლიციასაც ვერ ვამბობ, აი აქ დგანან ახლა და ფოვის აწერია. მოაშორეთ და მიიწერე და მილიცია ხართ ჩვეულებრივად. რაღაც რო გამიჭირდეს 112-ში არ დავრეკავ. ზუსტად მილიციელმა გამიმეტა სასიკვდილოდ. და მზიამ რაღაც ხელი რომ მიუთათუნა სახეზე, ლოყაზე, ბათუმის პოლიციის უფროს, მართლა მიუთათუნა. და ეს ბათუმის პოლიციის უფროსი თავის ჩვენებაში რომ ამბობს რომ ტკივილი განვიცადეო, ტკივილი განიცადა ასობით ადამიანმა ამ 2 თვის განმავლობაში, ვისაც ძალით პირი გააღებინეს წამების მანქანებში და პირში აფურთხებდა ეს მილიცია. პირში აფურთხებდნენ და კაცებს, ქალებს ყველას ერთნაირად გაუპატიურებით ემუქრებოდა. ეს მილიცია გვყავს დღეს ქვეყანაში. და მილიციას თურმე ყველაფერი უნდა მოუწმინოთ, ანუ დედა რომ შეგაგინოს, შეგაფურთხოს, უნდა უთხრა მადლობა. აი ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას გვთავაზობს ივანიშვილი და ვისაც გინდათ, იცხოვრეთ. ჩვენ არ გვინდა, ზიას არ უნდა.
და მზია არ არის იმ ნიუსრუმის წევრი, იმ რედაქციის წევრი, სადაც იმედის მსგავსად მამუკამ დინარაძე ადგენს ეთერში რა უნდა გავიდეს და მაყურებელმა რა უნდა ნახოს. და ამიტომ არის მზია გისოსებს მიღმა. და ამიტომ არის ნათია სოღულაშვილი, ირაკლი ჩიხლაძე, სოფო ბერიძე, ნინო არღუნიანი და ბევრი კიდევ სხვა ჟურნალისტი იმედში თავის კაბინეტებში. ფეხ-ფეხ გადადებული ტკბილად და ტკბილად. და იცი რა? მადლობა მზია, რომ თვალები აგვიხილე და მადლობა შენი ბრძოლისთვის. მადლობა!